მგზავრები ნაინო ქოშიბაძე და ბარბარა ხარხელი თოვთ სასწრაფოდ გამოცხადეთ მეორე გასასვლელთან. მე ნაინო ვარ თბილისიდან. მე ბარბარა პარიზიდან. ჩვენ უკვე 2 ათწლეულია საუკეთესო მეგობრები ვართ. ამ პოდკასტში ყოველკვირა მსჯელობს ცხოვრებაზე, ვუზიარებთ ერთმანეთს სიახლეებს და ვცდილობთ გადავრჩეთ. უნდა ვქნათ ისედაც. ორა, მაქსიმუმ ხა მოთელვა ხო ხდები ერთ საათიანი. ჭორაობად, მაგრამ ეპიზოდი არის ჩასაწერი ჭორაობას. ხო. არა მე აღნიშნავ რომ ისევ ჩემი სტივ ჯობსის ის მასვია. იგივე. Sweet. Dress for success. ხო, რაიცი რა სიმასიზა. ანუ ამდენ ხანი არ ჩაგვიწერია რომ ბოლო ეპიზოდის მერე Sweet. არა, ბოლო ეპიზოდი ზაფხულში იყო ივნისში და არ მეც არაფერი, მაგრამ მანამდე ძალიან ბევრი ეპიზოდში ეს მაცვია და წინაზე ხო ვიღადავით რომ მეთქი გავხსნა ესე იგი მონეტიზაციაში დაგვეხმარეთ რომ ბარბარა მე კიდე ერთი სვეტრი იყით. პატარა ბარბარა სვეტრი შეიძინოს. მადლობთ. ანგარიშნობაში დავურთავთ. რა ვქნა, მიყვარს ყველაზე გემრიელი სვეტრი. ფილები გავიკეთე, ახალი შავი. მე ფილები გავიკეთე ამ წამს პირველად ბოლო 1 წელზე მეტში. ხო და მე დაპაუზებული მქონდა შილაკის კეთება, რაღაცნაირად არ ვიყავი განწყობებზე და მე აღვადგინე, იმიტომ რომ შილაკის გარდა არ ზრია რა არაფერს ეგრევე ყველაფერი სცილდება და თან სადაც დავდივარ ძალიან სტრატეგიულად გათვლილი აქვს რომ ფრენჩს არა შილაკზე არ აკეთებენ. მართლა, ნაკლები არიან. მე ძალიან ფრენჩი და შილაკს არ ვიკეთებ და არა, შემიძლია რომ არ დავეთანხმო ისე, იმიტომ რომ მე ეგრევე გავაფუჭებ, ან მართლა ჩემთვის აზრი არ აქვს. ხო და გავიკეთე, ეს ადრეს მქონდა და მომწონდა. ეხლა ცოტა სქელია, მაგრამ მოკლედ ის არის. ვერავინ ვერ დაინახავს, რომ ჩხილები გასაწონდით. სტრატეგიულად. მომგებიანი. ხო და ძალიან დიდი ხანი არ გვისაუბრია, ანუ ერთმანეთთან გვისაუბრია ხალხმა, მხოლოდ პოდკასტის გამო არ ვეურთიერთობთ ერთმანეთს, მაგრამ ბოლო მონაცემებით ის იყო, რომ ბარბი იყო საქართველოში. და ვერაფერი კონტენტი ვერ შემოგთავაზეთ, იმიტომ რომ საერთოდ არ გვეცალა მაგისთვის. აი ეს არის რა, ნამდვილი მეგობრები როცა ერთმანეთს ხვდებიან, კონტენტის ადგილი იქ არ არის. მაგრამ გვერწმუნეთ, კარგი დრო გავატარეთ მეგობრებმა და ბავშვებთან ერთად, ანუ ბავშვებმა კარგი დრო გაატარეთ, მოდი ასე ვთქვათ. ხო, და ნაინო. და მშობლებს არ აუშავდა. მშობლებმა გადაიტანეს ეს რაღაც 3 დღე. და ეპიზოდები არ ჩაგვიწერია, მაგრამ ძალიან დიდი ხანია ამ თემაზე გვინდოდა ეპიზოდის ჩაწერა და რაღაცნაირად მომწიფდა სიტუაცია, იმიტომ რომ ზუსტად წინა დღეებში ჯერ ისედაც ხშირად ვჭორავთ, მაგრამ წინა დღეებში ამ თემის განხილვა წამოიწია ჩვენ სამეგობრო ჩატში. და მეც ბოლო წლებია ძალიან ბევრს ვფიქრობ ამ თემაზე და რაღაცაებიც გამოიკვეთა ისტორიული ჩემს თვალსაჩინოში მოხვდა ინფორმაციები, რამაც კიდევ უფრო გაამყარა ჩემი ეჭვები კი არა, რაღაცნაირად დამეხმარა რომ ჩემს თავთან power position-ი რაღაცა რო ქვია. შვიდად ყოფილიყავი, კი, თან ესე ჩემ გაღუნული თითები. ხო და მე ანუ როგორ ვართ და რა ხდება სხვა ეპიზოდებში მოყვებით და ეხლა უბრალოდ ამ თემას განვიხილავთ, რაც ეხება ჭორაობას. ჭორაობა. ხო და დავიწყოთ იმით, რომ შენ რას ფიქრობ ჭორაობაზე? გიყვარს თუ არა ჭორაობა? შენ თავს ჭორიკანად მოისაზრებ თუ არა? და ზოგადად რა აზრის ხარ ამასთან დაკავშირებით? ჭორაობა, ესე იგი, ადრე ესე მგონია, რომ არ მიყვარდა რაღაცნაირად მაგისთვის დრო არასდროს არ მქონდა ხოლმე რა, იშვიათად ჭორაობდი. რაღაც აი სხვა ადამიანების ცხოვრება როგორც ასეთი ხშირად არ მაინტერესებს ხოლმე რა, მაგას გულისხმობ ჭორაობაში. მაგრამ ბოლო პერიოდია
რაღაცა მუღამი დავუჭირე. იმიტომ მე მგონი, იმიტომ რომ სხვა საქმე აღარ მაქვს კი არა და მე ვეღარ ვაკეთებ იმდენ რაღაცებს, რაც ადრე ვაკეთებდი ახლა ბავშვებით და ამით მაინც ვირთობ ცხოვრებას და ცოტა უფრო მეტად დავინტერესდი მოკლედ სხვების ცხოვრებით და ჩემი და ჩემი მეუღლის ასევე დიდი ის არის ხოლმე quality time არის ხოლმე რომ დავიждებით და აბა ჩვენ ჩამოვარაკრაკებინებ თავისი მეგობრების ყველა ამბებს და ის მე ჩამომარაკრაკებს ხომ და თუ დიდი ხანი გავიდა და გოსიპი ანუ ისინი როგორ ჭორაობა არ გვაქვს ერთმანეთს საყვედურობთ რომ უნდა წავიდეს და უნდა ასე ვთქვათ რომ მოსავალი აიღოს ჭორების და ის ჩამოურეკავს ხოლმე თავის მეგობრებს რომ მეორე დღეს მე დავშდეთ და განვიხილოთ დიდი ხანი. აუ რა ხელა პასუხისგებლობა ვიგზენი ხა ნუ რაღაცა ერთი ზევნა ვიცხოვრო რომ ჯონადანისთვის მოყოლად ღირდეს. არ გავაწმილო ეს კაცი. ახო, ნამდვილად და ხანდახან რა ახლა დიდი ხანი რომ არაფერი არ ხდება ხოლმე თქვენ ცხოვრებებში, აი რა უთხრა ხოლმე არ ვიცი და აკიტო არაფერი. ეხა გამახსენდა რომ სხვათა შორის ანუ ეგ მომენტი მახსოვს როცა ან კიდე ერთი ნიშანი იმისა რომ ძალიან უცნაურია ჩვენი მეგობრობა არის ის რომ ან მე ჭორაობა მიყვარს მაგრამ ნუ ჭორაობასაც განმარტავ რას გულისხმობ ჭორაობაში და როგორ და რანაირად ამ ყველაფერს გავშლით მაგრამ ეხლა ესე სიმარტივისთვის ჭორაობა დავარქვათ მოკლედ ხო და ბარბის ხო არასდროს არ უყვარდა ჭორაობა რა ანუ ისე რომ აი ბარბისგან არასდროს რამე ინფორმაცია ჩემამდე არ მოსულა არც იმიტომ რომ სოციალურ ქსელებში აქტიურად არაფერს არ წერს ისე რაღაცა ყველაფერზე აზრი არ გააჩნია ჩემსავით და ვერ ჩუმდება და შესაძლოა ძალიან უცნაური იყო ხოლმე რაც მან წახვედი მაგის მე არ ხოლმე რომ პერიოდულად ბარბიმ წერს რომ რამე ახალი ჭორი ხო არის და მეთქი ანუ ვიღაცა ტელეფონი მოპარა თუ რა ხდება და დავაფიქსირე რომ ეგ ცვლილება მოხდა შენში რომ ბარბი მეკითხა ანუ მანამდე ის ყო რომ უბრალოდ მოვდიოდა პირდაპირ გიყვებოდი ხა ის არ იყო რომ აი ხა დაინო არ მომიყოს არასდროს არ იტყოდი მაგრამ აი ის რომ შენ თვითონ გეთხოვა რომ რამე ახალი ჭორი ხო არ არის და მაგის მაჭამე ჭორები მაგის მერე ხოჩებს ვცდილობ ხოლმე როგორც ხედავ და პერიოდულად რაღაცებს გიზიარებ ჯერ ოღონდ მომიგდებს ხოლმე სხვა ოღონდ ჯერ ისა მინდა ვთქვა რომ რაღაცნაირად მაინც ისეთი ხარისხიანი ვერ მივაწოდე ვერაფერი რომ აი რომ გახარებოდა თქო რომ ვაუ ეს რა მითხარი სულ ისა რომ ეგ ეხარ არის ხოლმე კი რა ბოლო პერიოდში რამდენიმე კაი ისეთ ვეძახით ხოლმე ხრაშუნა ჭორებს მე და ჯონატანი ოღონდ ფრანგულად უკეთესად ჟღერს მაგრამ ანუ ეგეთი რა წვნიანი ასე ვთქვი ხო და იცი რა მითხარი რადგან ჯონატანზე ჩამოვარდა ლაპარაკი რომ რამე განსხვავებას თუ ატყობ რადგან ყოველთვის მაგაზე გვაქვს ხოლმე საუბარი რამე განსხვავებას თუ ატყობ საფრანგეთსა და საქართველოს შორის ჭორაობის ფენომენზე არა სიმართლე რომ გითხრა ესე მგონია რომ იგივენაირად იჭორება ყველა აქაც როგორც მანდ აი არ ვიცი ხო ჭორაობას მოდი განმარტოთ ახლა ანუ ინფორმაციის გაზიარება ერთის მხრივ და მე იმაზე მოყოლებული შენი ჯაჯმენტი ანუ შენი შეფასების ხო ამისი ეთახვები არ ეთახვები და რაღაცებზე აღშფოთებული ხარ და რაღაცით აღფრთოვანებული ხარ ალბათ ეგ არის ჭორაობა ასევე ხო არსებობს ისიც ან ჭორი ამბობენ ხოლმე რომ ჭორი არის რაღაცა რაც არ არის სიმართლე ანუ არა ეგ არ არის სიმართლე ეგ ჭორია ხო და მე ხა ამ შემთხვევაში ჭორაობაში ვამბობ რომ სიმართლეს როდესაც ვამბობთ ერთმანეთზე ხო უბრალოდ მე ამას ხო კი ხო ანუ მაგ ანუ ერთმანეთის განხილვა ესე რომ ვთქვათ ყველგან ხდება იმიტომ რომ ადამიანი ყველგან ადამიანია კაი რადგან ჭორაობის განმარტებებს და ეგეთ რაღაცებს მივადექით სანამ მე თვითონ გადმოვალაგებ ყველაფერს და ჭორაობაზე ვილაპარაკებ გამოვიყენე რა ჩემი ახლად შეძენილი სტუდენტის პრივილეგიები და მაქვს რაღაცა იმაზე სკოლარ წყაროებზე წვდომა მოვიძიე ასევე მეცნიერულ ინფორმაციას რომელიც მართალია ძალიან ბევრი რაღაცები გრძელი იყო და ისეთი რომ ყველაფერს მომზადება ვერ მოვასწარი მაგრამ რაღაცებს გადავხედე მაგრამ მაგის გარეშეც ინტერნეტში საკმაოდ ბევრი ინფორმაცია არის ჭორებთან დაკავშირებით და დავიწყე იმის მოძიება, იმიტომ რომ ინგლისურად ვიტყვი, რას ნიშნავს და საიდან წამოვიდა ეს სიტყვა. და დავიწყე მოძიება ქართულად ეტიმოლოგია ამ სიტყვის საიდან არის, მაგრამ რაღაცა საფუძველი მოკლედ ვერსად ვერ ვიპოვე.
თან ახლა ქართული ინფორმაცია ძალიან მწირი არის ინტერნეტში, მაგრამ ვინმე თუ ხართ ფილოლოგი, ისტორიკოს, კვლევარი, იქნებ გაგვიზიაროთ რამე ისეთი უფრო სიღრმისეული თუ იცით ამ სიტყვის წარმოშობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ სულხან საბაში პირდაპირ უბრალოდ ჭორად წერია და წერია რომ ხო რაღაცა რაც სიმართლეს არ შეესაბამება და ტყუილი არის. მაგრამ ინგლისურში არის სხვანაირად. და აი თვითონ ეს და მივხვდი რომ ორი ტერმინი აქვს და ინგლისურში, იმიტომ რომ rumor არის აი ზუსტად რაც ჭორაობა და სიმართლეს არ შეესაბამება და gossiping რაც ჭორაობა და gossip-ი არის. ეგ არის ერთმანეთთან საუბარი და თურმე ეს gossip-ი არის მაშინ შექვია ბრიტანულ ინგლისურში თავიდან ნიშნავდა God's bib. და ეს იყო ესა ნათლია და ნიშნავდა ანუ დედის ახლო მეგობარს ანუ მე თინასთვის ვიქნებოდი გოცბიბი რა და ახლო ადამიანს ნიშნავდა და მე მოკლედ გაფართოვდა ამ სიტყვის მნიშვნელობა და გოსიპი მოიცავდა ქალის ახლო წრეს ანუ ვისთანაც რაღაცებს აზიარებდა რა მაგრამ გაგიკვირდება და რა თქმა უნდა ამ ყველაფერმა შეაწუხა კაცები და სადღაც მოკლედ ეს რამდენიმე სტატიაში ვნახე და ყველგან ეს ტაიმლაინი ემთხვეოდა მე-16 საუკუნიდან უკვე იწყება ის რომ გოსიპინგის ანუ ჭორაობის ოღონდ აი ამ გოსიპინგის ჭორაობის და არა rumors დემონიზება ხდება რა თქმა უნდა მე რაღაც კაცების მხრიდან ეკლესიის მხრიდან და ქალები რომლებიც მოკლედ ესე ჭორაობდნენ მოისაზრებიან მათ რა ქვია რაღაც დასაწვავებად მათ ბოროტებად და ასე შემდეგ და იკვეთება ზუსტად ამ witch hunt-ებზე სადაც აი ალქაჯებს რო წვავდნენ ცეცხლზე და მთელი ამბები მოკლედ ყველაფერი იკვეთება როგორც კი ქალების რაღაც დამოუკიდებლობის და დომინირების და გაერთიანების საშიშროებები არის ხოლმე ეგრევე რაღაცებს შემოდის რომელიც მე ხელს უშლის იმიტომ რომ ყველას ეშინია ამ გაერთიანების იმიტომ რომ ყოველთვის გაერთიანებული ადამიანები უნიონები საშიშია ხოლმე რაღაც დომინირებული ძალებისთვის ხო და მე-16 საუკუნეში და პირველი გამოყენებაო სადღაც 1500 რაღაც 28 რაღაცა წელს იყო და ფოტოს დავურთა ოღონდ ალბათ ძალიან დამათრიგერებს ამ ფოტოს მოძებნა რაღაცნაირი სახის მასკები გამოიგონეს რკინის რომელიცაც დაჟჯის მითი დასაჯელად უკეთებდნენ იმ ქალებს ვიზეც predominantly ქალები იყვნენ ესე იყო სტადიაში და ანუ რა თქმა უნდა არ მგონია რომ ვინმე კაცს ეკეთა ეგ და ეს რაღაცა ალიკაპივით არის რა რომელიც ვერ არ გაძლევს ლაპარაკის საშუალებას და თუ ლაპარაკს შეეცდები რაღაცა ინას გიხვრიტავს თუ რაღაცას აკეთებს და მოკლედ ეგეთი დამამცირებელი სასჯელის მექანიზმი მოიფიქრეს იმათვის ვისი ჭორაობითაც უკვე ყოფილოები იყვნენ მაგრამ ზოგადად მოკლედ გარდა აი ამ ჰორორ ისტორიებისა პრეისტორია იმისა როგორც შეიქმნა ჭორების საჭიროება იმების რა ქვია ძუძუმწოვრების შესწავლიდან და სოციალური არსებების შესწავლიდან დაიწყო რომ აი როგორც კი ლაპარაკი დავიწყეთ ეს ერთმანეთთან გაზიარება რაღაცების მოყოლა და ესა არის აი ამ ბონდინგს რასაც ეძახიან ერთმანეთთან დაკავშირების ერთ-ერთი გზა და მაგალითად პრიმატებში ეს ერთმანეთს მეებს რა ქვია ტილებს რო იმაშებიან არ ვიცი უჩიჩქნიან ტილების ჩიჩქნა აი ბონდინგის პროცესი რაც არის ჩვენ ხა ესე ტილებს ერთმანეთს არ უჩიჩქნით მაგრამ რაღაცა წრეში დავსწრებოდით ერთმანეთს რაღაცებს გავუზიარებდით მოუყვებოდით და რაღაცა ისტორიულ წყაროებში კვლევებში იყო რომ ეს ქალებიო ბიარობასთან ერთად მათთვის ახლო ადამიანები მნიშვნელოვანი იყვნენ ვინც ეხმარებოდნენ ამ ბავშვის მოვლაში
და ალბათ რაღაცა ეს მათთან ინფორმაციის გაცვლა და კავშირი მაქედან წამოვიდა. და ერთ-ერთი კვლევა იყო ჭორებზე და საიდუმლოებებზე. და მოკლედ ქალებში ძალიან პატარა სემპლი იყო მართლა გითხრათ 30 ქალი და 20 კაცი გამოკითხეს, მაგრამ ამ გამოკითხვაშიც ისე გამოიკვეთა და რაღაცნაირად მოკლედ ეს ძველი თეორიებიც დაამყარა, რომ ქალებიო ძირითადად საიდუმლოებს ინახავენ რომ დაიცვან თავისი ახლობლებიო და კაცებისთვის საიდუმლოს შედახვა რეპუტაციულ რისკთან არის კავშირშიო და რეპუტაციის შელახვის შიშით ინახავენ რაღაც საიდუმლოებებსო და მან ესეთი კავშირი ვიფიქრე რომ ალბათ ჭორების საშიშროებასთან არის რომ როგორც კი მოკლედ რეპუტაციას შეეხო ვიღაცის საშიშროებას ალბათ ეგ თემა წამოიწია და მაგიტომ ეწინააღმდეგებოდნენ მერე ყველანაირად იმას რომ ქალებს ეჭორავათ რა აი ესეთი მიგნებები დაკვირვებები მედიის რეპრესიასავით არის ოღონდ თავისებური რა რომ ანუ ინფორმაციის გავრცელებას უშლიდნენ ხელს. კი, იმიტომ რომ ძირითადად მე კიდე ერთ-ერთ სტატიაში ადრე მაქვს აკითხული ეს ჭორაობაც აი ეს ინფორმაციის გაცვლა ზუსტად აი ამ დამხმარე ქალები ვინც იყვნენ დიასახლისები ვიღაცები ვინც ყავდათ მოსამსახურეები ესენი ერთმანეთში ჭორაობდნენ ალბათ ვიღაცების სახლებში რა ხდებოდა და ასევე იყო ინფორმაციის გავრცელების საშუალება იმისთვის რომ საფრთხე აეცილებინათ და რაღაც იმედ ევოლუციურადაც ის არის საფრთხის აცილების ერთ-ერთი ხერხია რომ მე შენ ინფორმაციას გაწვდი რაღაცასთან დაკავშირებით რომ შენც ფრთხილად იყო რაღაც არ ვიცი ორმოში თუ ჩავარდი გეტყვი რომ იქ ორმოში ჩავარდი ფრთხილად იყავი ანუ ეგ და იქ რაღაც ის მოძალადე იყო ანუ მე უკვე რა ძალიან ისეთ სხვა უფრო ისეთ მწვავე თემებზე რომ გადავიდეთ ვიღაცაზე რომ გაუმხილო მეორე ადამიანს რომ რაღაცა არ გავნოს რა. ხო და შესაბამისად ჩვენი სოციალური ცხოვრების იქიდან გამომდინარე რომ ადამიანის სოციალური არსება ძალიან დიდი ნაწილი უჭირავს ამ ჭორაობას. ოღონდ აი ქართულში ვერ ფიქრობ და უნდა ვიპოვოთ იმის გოსიპინგის შესატყვისი ქართულში, იმიტომ რომ რაღაცა ჭორაობა მართლა ცუდიდან ასოცირდება. თუმცა მანდ ასევე ისიც არის, რომ თვითონ ეგ გოსიპინგ სიტყვა, რომელიც აი შეიცვალა, თვითონ სიტყვაც ცუდს არაფერს არ ნიშნავდა, აი ამ ახლოწრეს ნიშნავდა და მეერე აი ამ პროპაგანდით, რომელიც ყველა საუკუნეში მუშაობს, პროპაგანდით შეიცვალა იმად, რომ გოსიპინგი ახლა ცუდი კონოტაციით გამოიყენება თუგინ ინგლისურშიც და არა ვიღაცა ახლობელ წრეს ნიშნავს და იმას. მაგრამ ქართულში რაღაცები რომ ნახე, მე გამახსენდა ძალიან კაი სიტყვა, რომელიც ძალიან მიყვარს და თურმე მე მგონი რაღაცა ხევსურული ყოფილა. მოჯაყვა. მოჯაყვა არ გამიგია. ხო, მოჯაყვა არის, ანუ ვიღაცას რომ მიწასთან გაასწორებ ისე რომ იმას იზამ რა, რაღაც გაჭორავ ესე რომ ვთქვათ რა. და ჩემს ირგვლივ გამიგია ხოლმე აი რაღაც ისე რომ იტყვი რა, ისეთ დაახასიათებ რომ აი ხო მოჯაყა ეხა ეს. ხო და აი ალბათ rumor-ი მოჯაყვასთან შეიძლება უფრო იყოს ასოცირებული და ჭორი იმ გოსიპთან და იქნებ აი ესე გაცალკევდეს ქართულში. ან ახალი სიტყვა იქნეს მოფიქრებული, მაგრამ მე აღარ გერგილივით. ჩვენ გაქვს ეს პასუხისმგებლობა თავზე ასაღებინა. ხო და რაღაცა გვაქვს მოკლედ ქართულშიც მოსაფიქრებელი რა. აი ესეთი ფაქტებით მოვედი. კაი, მაშინ ანუ ჭორაობა ნიშნავს რომ უბრალოდ ერთმანეთთვის ინფორმაციის გაზიარებაა. ანუ არაფერი მაგაში ცუდი არ არის. ანუ მეგობრებზე ჭორაობა თუ შეიძლება შედი აზრით. ხო, ეხლა ეს კაი კითხვა არის, რომელიც განვიხილეთ ასევე. მოკლედ, მე ვაღიარე ჩემს თავში რომ მე ვარ ჭორიკანა. ოღონდ ჭორიკანა არა ის, რომ ანუ მიყვარს განხილვა რაღაცეების და ყველაფერზე ჩემი აზრის გამოთქმა. და მე რო ჩავუღრმავდი რატომ მომწონს რა, მაგრამ აი მოწონებაც არ არის, რომ ბუნებრივად ვაკეთებ ამას. ჩემთვის მე მნიშვნელოვანია იმის საფუძველზე, რომ ვიღაცის ქცევა გავაანალიზე და ჩემი შეფასება მივეცი. ჩემთან მიმართებაში მივხვდე, მე მომწონს ესე რო არის თუ არა და მე ესე მოვიქცეოდი თუ არა და მე რაღაც იგივე სიტუაციაში მოხვდებოდი, ანუ
გაანალიზება უფრო მომწონს, ვიდრე ვიღაცას რაღაცა ცუდზეც არ არის. ანუ ვიღაცის განხილვა, განხილვის გამოზე მეტად მიხოთ, იმიტომ რომ ვიღაცების ჯაჯინგი ძალიან სასიამოვნოა, მომწონს მაგ ანალიზისთვის, რომელიც რაღაცნაირად მე ჩემზე უფრო მეტს მაგებინებს, ესე რომ ვთქვათ. ხო და მეგობრებზე ჭორაობას რაც შეეხება, აი ამას წინაც ჩვენს ჩატში რო განვიხილავდით, აი რაღაცები არის, რასაც საკმაოდ ღია ვარ ყველა ჩემ მეგობართან რა. და პირიქით, ანუ თუ ადამიანს რაღაცებს პირდაპირ ვერ ვეუბნები, იმას არ განვიხილავ ჩემ ახლობლად და მეგობრად. ანუ ისეთ ახლო მეგობარს, რასაც ვქენ, ხა მეგობრულად შეიძლება ბევრ ადამიანთან იყო. მაგრამ აი რაღაცები არის, რაც არ არის საჭირო, რომ უთხრა იმ მომენტში. იმიტომ რომ ვერაფერს ვერ შეცვლის. ანუ არ ვიცი, თმა რომ არ უხდება ესე შეჭრილი. აი, ხო არ გადაიხოტრავს, მაგრამ თან გინდა ამასთან დაკავშირებით რომ დააფიქსირო ასრი რა და ამიტომ ადგები და მეორე მეგობარს მიწა რომ აუ არ მოუხდა აგერ ბარბის ესე რომ შეიჭრა ეს თმა. და მაგაზე მეტად კიდე უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე აი მეორე ნახევარები თუ არ მოგწონს როგორ მოიქცნენ ან რაღაცა ისეთი გვაქვს სალაპარაკო ამ ჩემ მეგობარს ხوار დავუწყებ ხა იმ ადამიანზე ვისთანაც 24 საათს აწარებს და ცხოვრობს და ბავშვები ყავს რაღაცა თუ რაღაცა ისეთი კრიტიკულზე არ მაქვს ლაპარაკი რა აი უბრალოდ არ ვიცი რომ ფრანაირი უჟმურია ეს ჯონატანი ხო ანუ შენ ხო არ გეტყვი რა სიზამ ამასთან დაკავშირებით და არც უნდა ქნა არაფერი ხო ხო და წავალ და თამთას ვეტყვი რომ ჯონატანი უჟმური მეჩვენა. და всё, მორჩება ამით, ანუ უბრალოდ ისიც დამითავდა რომ validations მომცემ შეიძლება მეტყვი რომ ხო რა ვიცი, ან შეიძლება მოგეჩვენა, მე მგონი არა. და всё, ანუ და რაღაცა მოკლედ ის რომ ახლობელ ადამიანებზე სხვა ახლობელ ადამიანებთან შეგიძლია რაღაცეების ლაპარაკი, ეგეც სიახლოვის ერთ-ერთი ნიშანია რა ჩემთვის. ოღონდ ბოროტულ ჭორაობებზე არ მაქვს საუბარი. აი რაღაცები რაც შეიძლება ავნებდეს იმ ადამიანს. ეგ სულ სხვა რაღაცა არის და ეგ მაშინ რაღაც სხვანაირად უნდა გაანალიზო, რატომ გინდება რომ ვიღაცებზე ბოროტულ რაღაცები ლაპარაკო, მაგრამ აი თუ რაღაცა დაკვირვება არის, რომლის შეფასებაც გინდა. ძალიან ისეთი ხაზია რა, აი რთულია რომ რაღაცა მომენტში ბოროტებაში არ ჩაგეთვალოს. მაგრამ არის, აი, ჩემთვის რაც მას მე რაც უფრო გაანალიზება დავიწყე, იმიტომ რომ თავიდან მაწუხებდი, იმიტომ რომ ზოგადად სულ იყო იმას ლაპარაკი, რომ აი ჭორაობა ცუდია, მაგრამ მე ძალიან მიყვარს ლაპარაკი და ძალიან მიყვარს განსჯა და განხილვა და შეფასება. ხო და მე ვფიქრობდი, რომ კაცო, რანაირად ვქონა ისე, რომ ჩემი პიროვნება არ შევზღუდო, მაგრამ თან თავი ცუდად არ ვიგრძნო და ამიტომ დავიწყე იმის გაანალიზება, რა არის ამაში ცუდი არის თუ კარგი არის და რა არის საერთოდ. ხო და ამიტომ ისა მგონია რომ თუ ეს უბრალოდ რაღაცის მსჯელობის თემა არის და განხილვის და არა ბოროტული შეფასება, იმიტომ რომ გინდა რომ იმ ადამიანს ავნოს ჩემთვის, ანუ მე არ მეწყინება მაგალითად შენ რომ ვიღაცასთან ახლო ჩვენს მეგობართან რაღაცას ლაპარაკობდა ჩემზე, რასაც მე ვერ მეტყოდი, ან არ ვიცი. ან არ მაწუხებს ეგ საკითხი და უცხო ადამიანების მიგან ჩემზე აზრები კიდე უფრო ნაკლებად მაწუხებს განსაკუთრებით ბოლო დროა. გეთანხმები ყველანაირად, მეც მგონია რომ მოსულა მეგობრებზე ჭორაობა სხვა მეგობრებთან. განხილვა მაგ რაღაცეების. მე პირადად მინდა ხოლმე რომ პირდაპირ მითხრათ რაღაცეები და გმეუბნებით კიდევაც ძირითადად და იმედი მაქვს რომ იმის უკან უამრავი რაღაცებია. ჯონტაინ თუ არ მოგწონთ, ეგ შეგიძლიათ რომ თქვენში ლაპარაკოთ, ჩემთვის რა აზრი აქვს, მაგრამ რამე ისეთი, რაზეც actionable, ან რაშიც შეიძლება რომ ცვლილება მოვახდინო, ან თუ გინდა აზრის მხრივ, ანუ აზრი შევიცვალო, ან რაღაცა ჩემზე ეფექტი გქონდეს, რაც თვლით რომ შეიძლება კარგი ეფექტი იყოს, მე მირჩევნია ხოლმე რომ მითხრათ. კი, და მე მგონი, ანუ ზუსტად მაგაშია, ანუ მაგიტომ მე რო ვაანალიზებ ხოლმე ჩემს ახლო წრეს რა, ვისთანაც ახლო ურთიერთობები მაქვს. ყველა ისეთი ადამიანია, ვისთანაც არ მიწევს
ფასადის გაკეთება და რაღაცებზე თავის დაქნება და პირდაპირ შემიძლია გითხრა რომ აი ხა დელულუ ხარ ბარბი ამას ცოტა სხვანაირად შეხედე. იმიტომ არ შემიძლია სხვანაირად ანუ მაშინ არ უნდა ვეურთიერთო on daily basis რასაც ქვია რა და ვემეგობრო და ვეახლობლო იმ ადამიანს იმიტომ რომ მე ცუდი პირფერი ვარ ვერ გავაკეთებ არ გამომივა ის რომ თავი გიქნიო ანუ რაღაცა რაოდენობით კი და ალბათ გამიკეთებია კიდეც ახლა რაღაცა ისე მაგრამ აი ესე ახლო მეგობრებთან მაგას ვერ გავაკეთებ რა ანუ მაშინ არ არის ჩემი ახლო მეგობარი და თუ ისიც ოღონდ რაღაც ორმხრივი არის ანუ ისიც შენთან გახსნილი უნდა იყოს და ყველაფერზე თავს არ გიქნევდეს და მაგაზე ხშირად ვფიქრობ ხოლმე რომ ჩემი აზრით ძალიან გამემართლა რომ ირგვლივ სულ ისეთი ადამიანები მყავს ვინც მეც მიმითითებენ როცა რაღაცა ან შემეშლება ან არასწორად გავაკეთებ და ის არ იქნება რომ რა უბრალოდ იტყვია რომ აი ნაინო რა გამოყოლებდა ახლა რა დაწერა ან რაღაც პირდაპირ ადგებიან და მეტყვია რასაც ვაფასებ და გაუკეთებიათ და ძალიან ვაფასებ მაგ ფაქტს თან ის არა რომ 10 წლის წინ გაუკეთებიათ და რაღაც რავი 6 თვის წინ გაუკეთებიათ შემეგობრებს ის რომ პირდაპირ ვთქვათ რომ რავი ესე არ არის სწორი მაგაშია ზუსტად ის ხიბლი რომ მე შეგიძლია ხო რაღაცებზე სხვანაირად შეიძლება იმ მომენტში ხარ გესიამოვნოს რა თქმა უნდა მაგრამ ყოველ შემთხვევაში მგონია რომ გულახდილობა არის ყველაზე დიდი საჩუქარი რაც შეიძლება ადამიანს გაუკეთო ოღონდ გულახდილობას გააჩნია რისთვის აკეთებ რა მაგ გულახდილობას იმიტომ მაგაზეც გვილაპარაკია შენ გიყურს ხოლმე პირდაპირ ვარ და ყველაფერს ყველაფერს თავმოტოკილი გავხდი ბოლო წლები არ კი არა თავმოტოკილი შენ გავხდი უფრო პირდაპირ ანუ ცოტა იმას ვქენი და აიწონა და დავაბალანსეთ ხო რაღაცა დავაბალანსდა მაგრამ ხო აი გააჩნია რა რის ხო ანუ პირდაპირ რის ხარჯზე გავხდი რომ თავიდან შეიძლება თავს ვიკავდი იმიტომ რომ მეგონა რომ შეიძლებოდა ვიღაცას გონებოდა რომ ამას რაღაც საწყენადან ბოროტულად ვაკეთებ რა და არ ვაკეთებ ბოროტულად ვაკეთებ არ გავაკეთებ მაგას ვაკეთებ იმიტომ რომ გულახდილი რაღაც ფიდბექი მინდა მივცე ადამიანს მაგრამ ის არა რომ ანუ რავი რაღაცა გავაფუჭე და მე პირდაპირ გითხარი და ეხა შენი ფიქრე მაგაზე დაიდარდე ეგ არ მგონია სწორი გულახდილობა ანუ საიდუმლოებებს და რაღაცეებს არ თქმას white lies რო ეძახიან და არც ქართულად მაგას რა ქვია ანუ ადამიანებს რომ მოუფრთხილდე რაღაცები რო არ უთხრა ეგ კიდე რაღაც სხვა საკითხია ძალიან ისეთია რა ყველაფერი ერთმანეთში ძალიან გადახლართულია მაგრამ სინამდვილეში თუ ცოტა მეც ჩაუფიქრდები და შენ სხვის ადგილას წარმოიდგენ შენ თავს ალბათ უფრო მარტივია რომ ნავიგირდე და თქვა რა რაღაცა პირდაპირ ან რაღაცებზე გაჩუმდე და არ თქვა დასკვნა არის რომ შეგიძლიათ პირდაპირ უთხარით ვისაც შეგიძლიათ და ვისაც გინდათ რომ უთხრათ და ვისაც არა და ზურგს უკან შეგიძლიათ იჭორავთ. იჭორავთ ბევრი. თან იცი რა არის? მე იმაზე დავიწყე ფიქრი რომ ანუ ირგვლივ რა ხდება ჩემს ირგვლივ ამ ჭორაობის ამბავში და მოკლედ რაღაცა ხო ანუ გარშემო ისეთ ადამიანებს ვიკრებ, ვინც ძალიან ხანდახან შეიძლება ზედმეტადაც, აი ხანდახან არის ხოლმე, რომ ჩვენ მეგობრების წრე როგორც ერთმანეთს ველაპარაკებით, ვიღაცას ეგონოს, რომ ყველანი სამკურნალოები ვართ, which we are. მაგრამ თან აი სასიამოვნოა რა, აი რაღაც რა არის სასიამოვნო, რომ ვიღაცებთან ისე ყოფნა, რომ არ გჭირდება საერთოდ არანაირი ფილტრიც არ ქვია, აი რაღაცა ფასადი. აი შარვალი რო გიჭერს ხო იცი და ღილს რო გაიხსნი და აი თავისუფლად რო ხარ აი ეგ რო შეგიძლია ეგრე იყო ადამიანებთან ძალიან კომფორტულია ამიტომ ყოველთვის ალბათ ვეძებ ისეთ ურთიერთობებს სადაც ეგ შემიძლია იმიტომ რომ რაც უფრო დრო გადისთან და ასაკიც გვემატება ნაკლები გრჩება სივრცე რაღაც ბულშიტებისთვის რა ხო და ეხა შორსავედით მაგრამ ეხა ისა რა ქვია ხარ მოვყვეთ ის შემთხვევები რასთან დაკავშირებითაც ჭორაობაზე დავიწყეთ ლაპარაკი რასთან დაკავშირებით
აი, პირდაპირ ვერ მოყვებით, მაგრამ ნუ მოკლედ იყო შემთხვევები, როდესაც მაგალითად ბარბის მეჭორავე ერთ ადამიანზე, რომელმაც არ ნუ ნიშნობა არ აქვს რა საიდან წაიკითხა ეს თავის თავზე და ძალიან უხერხულობა შეიქმნა. მერე ჩვენ მეგობარსაც შემთხვევა დაახლოებით იგივე ამბავი. ხო და მაგიტო ვფიქრობ, რომ მოკლედ აი ვიღაცებს პირადი მიმოწერები რაღაცები თუ რჩებათ ხოლმე არასდროს არ ვკითხულობ რა. მათ არა, როგორ ძალიან ოცლილი უნდა იყო მართლა, რომ ვიღაცის ხვების პირად მიმოწერები იკითხო. ანუ შეიძლება ვიღაცებს რაღაც აინტერესებს, მაგრამ მოკლედ მე მგონია, რომ უნდა დაუტოვო ადამიანებს სივრცე პირადი აზრებისთვის და მაგიტო ვიძახი, რომ აი ჩემთან დაკავშირებითაც არ მადარდებს თუ ვინმეს მოსაზრებები ექნება. თან იმაზე უარეს მოსაზრებები ვერ ექნება, რაც მე თვითონ შეიძლება მქონდეს და გონია რომ მოკლედ ხარისხებს გააჩნია. რა, თუ გონია რომ ვიღაცა შენზე ბოროტულად ჭორავს, ანუ მიზან მიმართულად გივრცელებს რაღაცებს იმისთვის, რომ ზიანი მოგაყენოს, ეგ კიდე სხვა ამბავია, მაგრამ უბრალოდ შენზე თუ მოსაზრება აქვს. აი, რა ვფიქრობთ, რომ ნაინო ძალიან ბევრს ლაპარაკობს და ტვინი მოტყნა. Valid. არა, თან ჩვენ რა მერე მაგითი მაგრა არ ვკვიტია ვინას ფიქრობს რეალურად. არა, შეიძლება გეწყინოს ახლა. ანუ შეიძლება გეწყინოს ახლა ვიღაც თუ ისეთი არის, ავი, შენ თანამშრომელზე გაიგერო შენზე ცუდი აზრის არის. მაგრამ არ ვიცი. რა ვიცი, მაგრამ კიდე მე ცუდი აზრის ვარ ბევრ ადამიანზე და მაგიტო ვერ ძალიან ახლობლებმა თუ რამე ბოროტად იჭორავეს ჩემზე, რაც რა ვიცი, მგონია რომ გამორიცხულია სხვა შემთხვევაში არ იქნებოდნენ ჩემი ახლობლები და ან და არ მინდა რომ ვიცოდე. მე არ წავიკითხე. ხო, არ ვიცი. ანუ იცი რა არის როგორ რაღაცა, მაინც გაიგებ. აი მე მქონდა რაღაც მომენტში ხო. ან ცოტა ხნის წინ მქონდა რაღაც ესეთი кейსი, რომ კულტურული განსხვავებულობის გამო და მივხვდი რატომაც ხდებოდა ეგ და რაღაცნაირად არც მეწყინა მართალი გითხრა, მაგრამ აი სამსახურში რაღაც кейსი იყო ეგეთი, რომ იმ ადამიანების შეფასება სხვანაირი იყო და მაგ შეფასებას როცა აკეთებენ მათთვის კულტურულად სხვანაირი ანუ მათთვის არის ფიდბექი თანამშრომელზე. ან რაღაცა ეგეთი გაправებასავით არის რა. და მივხვდი უბრალოდ ნუ არ მესიამოვნა, იმიტომ რომ მე სხვანაირად ვეურთიერთები ადამიანებს და ისედაც მოკლედ კარგი აზრის არ ვიყავი იმ ადამიანებზე, ვინც მაგას აკეთებდა რა და არ გამიკვირდა და არ გავოცდი და არ მეწყინა. უბრალოდ რაღაცნაირად განტკიცდა ჩემი მოსაზრებები და კიდევ უფრო უბრალოდ დისტანციის დაჭერა დავიწყე ზოგი ადამიანთან. და რამე ესეთი არასწორი ჭორი გაუვრცელებიათ შენზე, ანუ არა, როცა არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. რა ვიცი, არა, მე მგონი არა ვარ ეგეთი მნიშვნელოვანი, რომ ვინმეს ეგეთი ჭორი ჩანს გავრცელებინა. მერობის პერიოდშიც კი მერობას ვაპირებდი. არა, ხო, სხვა შეს არის პირდაპირ წერდნენ, რომ რას გავს ეს გოგო. ეგ ჭორი არ არის. ხო, მეც დავწერე რომ მეთქი სამწუხაროა შენ თავი გეზიზღება და მე კიდე ბილბორდებზე უნდა მიყურო. ხო, არ ვიცი, არ მახსენდება შენზე? ერთი რაც მახსენდება ის არის ჩემმა ყოფილმა თანამშრომელმა რომ მე აღმოვაჩინა რომ ვიღაცებს ეუბნებოდა თურმე ვცემე. ეგ მახსოვს. ეს არის ჭორი ალბათ, ანუ ეს ვრცელდება ჭორები რა. რაღაცას რო ეტყვის ახლა იქთან ჩუბად საიდუმლო თუ თხრა ალბათ ვიღაცას რომ ფარბი მცემა. ძალიან scandalous. მას მერე ჩემთან არ არის მუშაობა აღარ. მაგიტო წახვედი ხო? მაგიტო გავიქეცი საქართველოს. ფაბრიკში ხარ.
ხო და ამას წინ კიდე ეგეთი кейსი იყო და მანდ მივხვდი კიდე უფრო მეტად რომ ჭორაობა საჭიროა. რაღაც ერთ-ერთ ადამიანთან კინაღამ ძალიან რაღაც ინტიმურ გარემოში მოვხვდი. და მეორე ადამიანი რომელიც მისი მეგობარი იყო, თურმე ესენი ერთმანეთს ნაჩხუბ და ამ ადამიანს არ ვარტყობდი რომ რაღაც ადეკვატურობის ლეველი სხვანაირი ქონდა, მაგრამ არავინ არა ვართ ადეკვატური და შესაძლოა რომ მარტო მაგით ვერ შევასწავდი ხა ვიღაცას, რომ ცოტა სხვა ტალღაზია რა. ხო და თურმე ის მეორე ადამიანი ძალიან დიდი ხანი მასთან ნაჩხუბარი ყოფილა. არა და აი რაღაცნაირად მოკლედ დეფოლტად გარდა იმისა რომ ცოტა არაადეკვატური იყო ეს ვისთანაც ინტიმურ გარემოში ვხვდებოდი იმის გამო რომ მისი მეგობარი იყო რაღაცნაირად მოკლედ ეს დეფოლტად ჩავთვალე რომ she was fine სხვა ასპექტებში და უსაფრთხო იყო რაღაც უფრო ახლოს მასთან ურთიერთობა რა მაგრამ relationships არ გულისხმობ ოღონდ რა უბრალოდ სადღაც ერთად წასვლაზე იყო ლაპარაკი. კონტრ ინტიმურს რომ ყველა ამალბად წარმოიდგინე. ო, არ ვიცი სხვადასხვა როგორ დამეფორმულირებინა, თან ბოლომდე არ მინდა მაგ ისტორიას მოყოლა. რატომღაც ჩემ პოდკასტს რო უსმენდეს ძალიან გამეცინება. ხო და და მე მოკლედ კინაღამ რომ აი დავგეგმეთ ყველაფერი და რაღაცა და აი რაღაც ერთად რაღაცა იმას გასვლას ვაპირებთ. აღმოჩნდა რომ თურმე ძალიან დიდხანია ნაჩხუბები არ არის იმისთვის რაღაც ძალიან ცუდი რაღაცები აქვს გაკეთებული და მოკლედ საერთოდ სხვა კუთხით შევხედე ამ ადამიანს და მან დავიწყო იმაზე ფიქრი რომ რა კარგია რომ ჭორაობენ ადამიანები იმ მომენტში როცა მოკლედ იმ მეგობარმა გაიგო რომ ამასთან ერთად რაღაცას გეგმავდი ხო შეიძლება ხდა ეთქო რომ მინიმუმ ის მაინც ეთქო რომ ნაჩხუბრები ვართ რა ეგეც კი რო არ მითხრა და რაღაცა აი ნუ ყველაფერი კარგად არის ესე ერთი ორი კვირა ესეთ ჩვეულებრივ იმაში საერთოდ ხმარდაცდენია და მე მინდა რომ მითხრან ეგეთი რაღაცები რა ნუ მე ჩემი არჩევანი იქნება რას გადავწყვიტავ მაგრამ მით უმეტეს როცა ახლობელი ხარ და მოგესწრა ანუ კი არა რომ ვიღაცას იმ ადამიანთან რეალურად უფრო ახლოს ვიყავ ვიდრე იმ მეორე მის მეგობართან რა სანსალსებს გეგმავდი ხო და მე მენდომებოდა რომ ჩემთვის ეთქვათ რა აი ამას უბრალოდ გაძლევ ამ ინფორმაციას და ხა მე ყველანის დასული ადამიანები ვარ და ჩვენთან გადავწყვიტავთ ხო რა გავაკეთოთ ანუ მაგის გამო ეხა არ შევიცვლი ჩემ რაღაც გეგმებს ხო და ამიტომ მინდა რომ გულახდილი ჭორიკანა ხალხი მყავდეს ირგლი, ვინც ყველაფერს იტყვის. და ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მეტად რაღაცნაირად გამოჩნდა ეგ და სულ ახალისებ ხოლმე ხალხს. ანუ ჭორაობაზე კი არა, მაგრამ აი რაღაცებს თქმა რო ერიდებოდ ხოლმე, მე მგონი ცოტა ხალხსაც ვაფუჭებ, იმიტომ რომ სულ ვაქეზებ რომ თქვით ღიად პირდაპირ გულახდილად. რას ფიქრობ იმ ადამიანზე? არა, აი მაგას არა. მაგრამ აი თუ რაღაცის გამოხატვა უნდა რა, განსაკუთრებით რაღაც მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, სულ არის რომ ვიღაცებზე რაღაცა ჭორები ვრცელდება. რომლებიც ზოგი უსაფუძვლო არ არის და სხვა ჭორებსაც ასევე ეტყობა, როცა აქვს რაღაც საფუძველი და აი არ ვიცი, რაღაცნაირი ინტუიტიური ალღო არის. შეიძლება აი ბევრს რო ჭორაობ, მე გიმუშავდება ეგ. რო აი არა ეს არ რაღაცა არ მგონია მართალი, მაგრამ აი რაღაცას ამაში არის სიმართლე. გაგხოლმე ეგეთი ისა? აი რაღაცას რო გეტყვია და კი რაღაცებს ძალიან გასული ჩობებს თუ მეუბნებიან ხო ხვდები რომ სისულელია. თან გააჩნია ვიზე მეუბნებიან თუ კარგად ვიცნობ იმ ადამიანებს ვიზეც არის საუბარი, რაღაც უკვე ჩემი წარმოდგენა რომ აქვს მათზე დაახლოებით ხვდები რისი გამკეთებელია და რისი გამკეთებელი არ არის ადამიანი და მაგის მიხედვით. ხო აი ეს თუ საჯარო ერთვა იქაც ის არის რა უფრო რაღაცნაირად არ ვიცი რატომღაც მოკლედ ინტუიციის ამბავია რომელსაც კიდე ბოლო პერიოდში უფრო მეტად ვენდობი და ვცდილობ რომ ეგ
სკილი გავივარჯიშო, რომ უფრო მეტად ჩემ თავს ვენდო. იმიტომ რომ ეგეც სხვა შორის ევოლუციური მომენტი ყოფილა, რომ აი ეს gut feelings რასაც ეძახიან, აი რაღაცნაირი შეგრძნება რო გაქვს, ეგ ის არის, როცა რაღაც საფრთხეს გრძნობ და რაღაცა არ მოგწონს და მაგის იგნორი არ უნდა გააკეთო, მაგრამ ასევე შფოთიანი ადამიანი როცა ხარ, მანდაც ეს არის მისახვედრი რომ შენ შფოთვა. მოშლილი რო გაქვს უბრალოდ და ყველაფერზე რო შფოთავ, მანდაც ცოტა ეს არის. მაგრამ დასაფიქრებელია რა. ხო და აი ესეთი ჭორაობებზე ესეთი ამბებია. საინტერესო რისერჩი გააკეთა ნაინომ ჭორაობაზე და ბევრი საინტერესო ინსაიტი მიხვდებით ხო რომ ეს თემა მაინტერესებდა? ყველაფერი გადადო გვერდზე რომ ეს ჩვენთვის ეს ინფორმაცია მოეპოვებინა თავისი. და მე Google-ა და მე library search-ა. მაგრამ რაღაც კიდე თქვა მინდოდა რაღაც მე თქვა ჭორაობაზე და ფიქრობდი რომ ძალიან მნიშვნელოვანი აღსანიშნავი იყო და მე დამავიწყდა და არ ვიცი. შეიძლება არც ისე მნიშვნელოვანი იყო. ხო და გაგვიზიარეთ თქვენი დამოკიდებულება ჭორაობასთან მიმართებაში, ასევე ქართულია ეს წარმოშობები ძალიან მაინტერესებს, საიდან მოდის და როგორ მოდის. თქვენ გიყვართ თუ არა ჭორაობა? ვინ არიან თქვენი საჭორაო ირგვლივ ისა საყვარელი საჭორაო წრე? რამე ჭორაობები მე არ მიყვარს, აი სელებრიტებზე და მსგავს ვიღაცებზე ჭორაობები, აი ეგ სრულიად ფეხებზე მკიდია. ან თუ არ ვიცნობ ადამიანს, მათზე არაფერი არ მაინტერესებს. აუ ხო და მე ეგ მიყვარს. უბრალოდ მოკლედ ჭორაობები კი არ მიყვარს. როგორც პოპ კულტურის ნაწილი, ისტორიულ კონტექსტუალურ ტრენდულ ასპექტში მაინტერესებს ხოლმე რა, იმიტომ რომ ხშირად აი ეგ რაღაცეები განსაზღვრავს მიმდინარე მოვლენებს. და მაგ კუთხით აი პოპ კულტურის მოყვარულ, როგორც პოპ კულტურის მოყვარულ ადამიანს ძალიან ეგ რაღაცეები მაინტერესებს ხოლმე. ხო მე საერთოდ ვერ მივდევ და აი ჩატშიც თუ რამე იწერება ხოლმე ვიღაცა ცნობილ ადამიანებზე რომელიც აზრზე არ ვარვინები არიან ეგრევე ვსკროლავ იმიტომ რომ არაფერი არ ვიცი ბარბის უნდა რომ კულტურაში ნული ანუ სახე და ჭორი ერთმანეთთან დააკავშირებს. სახეც არ არის ანუ აი სელებრიტების სახები კი ვიცი მაგრამ თუ არ ვიცნობ ნალაპარაკები თუ არ მაქვს ადამიანთან მოკლედ მათზე არ მეჭორავთ არ მაინტერესებს. холод ნაცნობებზე მეჭორავეთ თუ შეიძლება. აუცილებლად კი. დავსერჩე და მაგის. ხო, ანონიმური გოსიპები საინტერესო ის არის. უბრალოდ საქართველოში ეგეთი ის არ გვაქვს. მე მგონი არც იმუშავებს ეგ. აი არის ხო? სოსის რო იყო რაღაცა საიტი რო იყო ანონიმურად რო გელაპარაკებდა. კი. აუ რა ერქვა ძალიან. ხო. მან მახსოვს ვიღაცამ დაწერა. ეხა გამახსენდა. სხვათა შორის მაგ საიტიდან დაიწყო ჩემი შინაგანი ძიება. და მან ეხა გამახსენდა რომ თქვი რაღაც საიტი იყო ხო, რომელზეც ისა publicly იწერებოდა ანონიმურად რაღაცეები და შეგეძლო ფიდი თუ რაღაცა ეგ ცალკე არა, ეგ პირადი იმ ადამიანს რო ანონიმურად წერდი, სხვა იყო და ეს იყო პირდაპირ იქ პოსტავდი და ისკროლებოდა და ინტერნეტ საზოგადოებაში და ძირითადად ფორუმებზე და რაღაცებზე გავრცელდა და შესაბამისად უფრო რაღაცა ეს ინტერნეტა ნერდი საზოგადოება ბაბლის ჭორები იყო და ერთ-ერთი გამახსენდა ხა რომ მან ეწერა ჩემზე რო ისაო რა ქვია ნაინო ხო სახეშიო გაგიცინებსო მაგრამ ზურგს უკან ისე გაგჭორავსო ხო და მაგედან დავიწყე მე ფიქრი იმაზე და სხვა შორის მე მგონი ან მადლობა იმ ადამიანს ვინც ეგ დაწერა იმიტომ რომ მან დავიწყე იმაზე ფიქრი რომ აი ზუსტად ეს რომ დილობის გამო ვიღაცებთან რომ nice რო ხარ და მე არა და რაღაცებს თქმა გინდა რა აზრები გაგაჩნია
აი და ალბათ მაგიტო შემატყვე რომ უფრო ის პირდაპირი გავხდი ერთ-ერთი აგური იმ ადამიანის დამსახურება. იმიტომ რომ აი ეგ არ მინდოდა, ანუ არ მინდა რომ ვიღაცას ეგონოს რომ ზურგს უკან, ანუ პირდაპირ შეტყვი რა და თუ პირდაპირ ვერ გეუნები, ეს იგი არ არის საჭირო. ანუ იმიტომ კი არ გეუნები რომ მერიდება და არ მინდა რომ უბრალოდ არ გონია რომ მნიშვნელოვანი არის. ან ჩემი აზრი შენზე ან რო რამე შედეგს გამოიტანს. შესაბამისად რა აზრი აქვს ახლა რომ ყველად გაწყენინო. ან აი რა ვიცი, გითხრა რომ ეს ფერი თმა არ გიხდება. აი ვიღაცა რენდომ ადამიანი, ახლა მეგობარ შეიძლება უთხრა ახლა რომ უი ისე უფრო კაი იყო და რაღაცა. მაგრამ აი ვიღაცა რენდომ ადამიანს ახლა რაში აი დარდებს ჩემი მის თმის ფერზე აზრი. არანაირად მით უმეტეს რომ ეგ თან მით უმეტეს ძალიან პერსონალური არის შეიძლება მას ძალიან მოსწონს ხო რატო უნდა უთხრა საერთოდ ხო და იგივეა ნებისმიერ სხვა რაღაცა პიროვნულ თვისებაზე რა ანუ რაც მოკლედ ჩემი აზრი არ უნდა გადავდებდეთ მეც მაგას ვფიქრობ ხო და ცალკე ისე რა ვიცი ეს კიდე რას ნანობ თამთას რომ პირდაპირ არ უთხარით რომ ის თმა ისე არ უხდებოდა რომელ ჯერზე იადრო ქონდა შეღებილი მაგრამ ძალიან მოწონდა და ვერ ვუთხარი მე რეგვიცა მე თვითონ ეხა თამთავ შეიღება და ეხა თამ ნამდვილად გიხდება და მომწონს სიგრძეც მომწონს და სტილი და ფერიც მაგრამ ეგ მე მგონი ერთი წლის წინ ქონდა ეგრე ჩატში ჩაგდო ძალიან აღფრთოვანებული იყო და ეგრევე ხო არ ციფწყალს ხო არ გადავასხამდით და ამიტომ აღარ ვუთხარი არაფერი იმიტომ რომ თმა არის ანუ it will grow out რა და ისეთი ცუდიც არ იყო რომ აი ეხლავე წადი და გადაიღებს არ იყო საჭირო და ამიტომ ისა აღარ განმავრცე ეგ თემა და იქ არ მივწერე რომ არ უხდებოდა ისე ის თმა მე თვითონ მოგწერა რომ რატო არ მითხარით რომ არ მიხდებოდაო და ამიტომ თავთან საჯაროდ გიცხადებ რომ იმიტომ არ გითხარ თვითონ მოსწონს ახლა როგორ მე ეგეთ რაღაცას ვერავის ვერ ვეტყვი მით უმეტეს როცა თვითონ ვერც მე ხო თმაზე ძალიან მიჭი იმიტომ რაღაცა ისეთ სენსიტიური თემაა ეს თმა აი ესთეტიკას რაც შეეხება ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია ანუ იცი როგორ რაღაცა თუ მეკითხება ეხა ეს მიხდება თუ ის ჯობია ნამდვილად ვეტყვი მაგრამ უკვე ანუ წინასწარ რომ აჩვენოს ვიღაცამ რაღაცა და ტანსაცმელზე თუ არის რომელიც ნამდვილად შეიძლება რომ მაგრამ აი შენს ხელს რომ გაუკეთე ეგ მე არ ვიცი აი მაგალითად ხო ნუ ტატო დაჟე კიდე უფრო მოშორება აი ცხვირის ოპერაცია ხოჩერს კარგი მაგალითი იმიტომ რომ ჩემს მოკლედ რაღაცნაირად ძალიან მეშინია ძალიან ინვაზიური აი ესეთი პროცედურების რომელიც აი პირდაპირ ცვლის ადამიანის იერსახეს იმიტომ რომ სულ მგონია რომ იმაზე უარესი შეიძლება იყო ვიდრე ანუ თუ რაღაც აი ძალიან განსაკუთრებული ესეთი ის არ არის რა საჭიროება ხო და აი ცხვირის ოპერაციას რო იკეთებ ხოლმე ყოველთვის მინდება დავაკომენტარო იმასთან დაკავშირებით უხდება თუ არა ადამიანს ეს ცხვირი და იმ ადამიანს რაზე ვუთხრა ეხა ეგ რას იზამს უკან ხო არ მიიბამს ძველ ცხვირს ხო და რა საჭიროა რომ იცოდეს ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით ანუ არ ვთვლი რომ ზურგს უკან ვჭორავ როცა ვიტყვი რომ ვიღაცის რაღაცა ცხვირის ოპერაცია არ მომეწონა ანუ არ ვიცი რაღაცად არ მიმაჩნია ჩემი თავისად მნიშვნელოვნად რომ ჩემი ხო არა ნამდვილად არავის არ უნდა უთხრა და ჭორაობა მოსულა ხო ჭორაობა მოსულა დავარქვათ თქვენ ჭორიკნები რაღაცა კლიკბეითი უნდა დავარქვათ თან ესეთი ჭორაობის ეს არის ეპიზოდი ხო და მოიცა რაღაცას გეუბნებოდით იმის გარდა რაღაც მე მგონი ის მაქვს ამნეზია დამემართა თუ რა ხო ცოტა მე რა უნდა დავბრუნდეთ იმაში აი ამიტომ გრუვი დავკარგეთ გრუვი ჭორაობა არის ისა გასავარჯიშებელი მაგიტო ჩვენ ყოველი ეპიზოდის წინ 1:15 წუთი ვჭორავთ ხოლმე რომ გავხურდეთ კი და დღეს უკვე მოვუყევი ბარბის აბსოლუტურად მასთან არანაირ მაგრამ ადამიანს იცნობს მაინც და ნახი მყავს არ მახსოვს მაგრამ შენგან მაინც ახლა ხშირად მიხსენებია ეგ მოსულა
ხო, ნუ აი ნარახი მე მგონი არ გეყოლება. მაგრამ ეს არის ბევრჯერ მილაპარაკია და გეცოდნება. ისეთი არავინ არა, ვისაც თქვენ შეიძლება იცნობდეთ, ამიტომ ყოველად ნუ ეცდებით, რომ ფრენდებში ეძებათ. და ხო, არა, თან ის არისო, ანუ არ გაგვიჭორავს. სიახლე გავუზიარე. მაგაც ნუ ჭორაობაა რა. არა, ცოტა წავიჭორავთ. კი, ცოტა წავიჭორავ. იმიტომ რომ ხო, შეფასება გქონდა, შეფასება გავაკეთეთ. რა თქმა უნდა, ხა შეფასების გარეშე რანაირად უნდა ანუ ის ხო არა ვარ, რეპორტიორი. ანუ დღეს სიახლეებში, ანუ ნეიტრალიტეტის დაჭერა მე არ მევალება, ევალება ჟურნალისტს. მე აზრები უნდა დავაფრქვიო. ხო, და ის რაზ ვფიქრობდი, რომ ზოგადად ანუ ეს პოდკასტინგის კულტურაც რო განვითარდა ადამიანების მოსაზრებების გაზიარების სურვილმა განავითარა რა. ან მარტო ჩვენთან არის მსოფლიო ტრენდზე ლაპარაკობ. ადამიანი არის სოციალური ლაქ-ლაქა არსება, ამიტომ უნდა lean into it გააკეთოთ და მე მაქედან გამომდინარე იმასგან. ხო, იმ საიტზე ლაპარაკობდით, რომელზეც გულახდილად რაღაცები დაიწერო. ხო, შენზე იყო რამე იქ? მე არ მახსოვს. რაღაც მე ძალიან არა public figure-ი. ყველას მაგრა კიდია. მე აი ფორუმზე აქტიურად რო წერდი, ალბათ ის იყო და თან დავჭორაობდი ალბათ აქეთ-იქით. ხო, შენ ძალიან სოციალური პეპელა იყავი მაგალითი განსაკუთრებით. ვარ, აი ძალიან, ხო, აი მახსოვს ეგ მომენტი, რომ ეგ რო წავიკითხე. ანუ ის კი არ მეწყინა, რომ ჩემზე ეგაზრი იყო. აი ერთადერთი ის მეწყინა, რომ ზურგს უკან ლაპარაკობს. თუნდაც მეთქი, ესე იგი სახეში უნდა გიწერთ ყველაფერი. ვალა. დასკვნა, კაიგაც უნდა მოიტანა. კი. ხო, და სხვაჩვენს ეგ შველის მართლა, რომ უფრო მეტად იმას ქნა. აი, რაღაცების მოკლედ გაანალიზებას რო იწყებ, რომ ცუდი ამაში რა არის, კარგი ამაში რა არის და მე სხვა კუთხით შეხედო შენ თავს, მე მშველის ხოლმე. შესაბამისად, თუ თქვენს ჭორაობა გიყვართ, გაიაზრეთ, რატომ ჭორაობთ. ხო, შენ გქონდა იმათ მოსაზრებას, რომ დაბალი თვით შეფასების ადამიანები ჭორაობენო, ხო? თუ რა იყო? არის ესეთი მოსაზრება კი, რომ ვინც თავით უკმაყოფილოა, ასე ვთქვათ, ისინი უფრო მეტ ჭორაობენ სხვებზე. ალბათ ცდილობენ რაღაცნაირად კომპენსაცია გააკეთონ, რომ აი ისინიც ცუდები არიან ან რაღაცა, უფრო ნეგატიურად რაღაცებზე. ხო, მე სხვაჩვენს, ანუ შეიძლება ეგრეც იყოს, მაგრამ მე მგონია, რომ აი ეს საძირკველი ამ ჭორაობის არის ეს დაკავშირებულობის და თვით გამორკვევის საფუძველი და მგონია რომ მაქედან მოდის რა ანუ ეგ თვით შეფასებაც შეიძლება ეგრეც იყოს მაგრამ უფრო რაღაცნაირი belonging-ის ნაწილია რა ვიდრე ესა ანუ აი ოღონდ rumors არ აი ვიღაცებზე ჭორებს რო ავრცელებ და აი ტყუილს იძახი რო რა ის ნახე ვიღაც ისი ქმართან დადიოდა ვიცი ძირთად ეგ ახოლმე რაც ეს არის ეგ ის არის და თან სიმართლე თუ არ არის სიმართლე თუ არის ისე ხა ნახე ეხ მაგაზე ვფიქრო სიმართლე თუ არის და ვიღაცა დაინახე ვიღაცის რავი ცოლთან ერთად ან ქმართან ერთად და ვიღაცას უთხარი ეგ ჭორაობა ანუ აი ეს ჭორაობა ცუდი ჭორაობა ხო დაინახე და აშკარა რავი ის არის ღალატი დილემა ჩემო ჭორაობა არის კი, მაგრამ ჩვენ ხო გადავწყვეტეთ რომ ჭორაობა ცუდი არ არის. ხო, ნუ ხო, ანუ ის ხო არ არის რომ შენ აიძულე, ანუ აშკარად და ანუ და არც ტყუილი არ არის. ხო, ტყუილს არ არის და აი თუ ხო, მაგრამ თუ ტყუილს არცელებ, ეგ უკვე ის არის, მოჯაგვა. მოჭაკვაცა. ან თუ არავინ არავისთანაც არ დაგინახავს და უბრალოდ იძახი, იმიტომ რომ მისი შეგშურდა. ეგ მოჯაგვა არის.
მაგრამ აი მეგობრის საეგეც კარგი თემაა და ესეც მე მგონი და იმიტომ რომ ყველაზე აქტუალურია ხოლმე ეგ. აი რაღაცები ვიღაცის ქმარი ვნახე ტინდერზე, მერე ის რა ქვია, აი ვიღაცის რაღაც მეგობრისთან, აი ნუ ისეთის ვინც ახლო არის. აი მანდ არ ვიცი, ალბათ ყოველთვის ის არის ხოლმე რაღაცნაირი ტრიკია ეს ურთიერთობებში ჩარევა, მაგრამ თან არ ვიცი როგორ არ უნდა უთხრა. რა ვიცი, მე მგონია რომ მე აუცილებლად ვეთყოდი ჩემ ახლო მეგობრებს, არ ვიცი, ეგ როგორ უნდა დამალო. ხო, აი არ ვიცი, მეც ისეთი თემა არის რა. ანუ აი თუ პირდაპირ რაღაც აი იცი რომ ღალატია. ხო, მე მქონდა ეგეთ შემთხვევა ხე გამახსენდა რომ ანუ ის არისო არც მეგობარი არაფერი უბრალოდ რაღაც კეთილგანწყობილი ვიყავი ჩერეს მეგობარი იყო ეს გოგო და მისი ქმარი აღმოაჩინა ერთად დეითინგ აპზე და დავმეჩე და მივწერე რომ შენ იმის ქმარი არ ხარ მეთქი აქ რა გინდა თქვა და გამოვკითხე ყველაფერი რატო იყო იქ ანუ რომ აღარ ანუ აი მოკლედ აი ეს ჩემი ჭორაობის ჟინი რომელთაც ხო აუცილებლად მომინდებოდა რომ აი ეს გამეზიარებინა რა აი მეგობრებისთვის ვინც იცნობს რომ აი იმის და მეთქი აი რაღაც პირდაპირ ვკითხავ აი მაგას ვიძახი რომ აი იმ ადამიანს დაიმეჩე რას იზამდი ну მაინც ვიკითხავ ანუ ჩემ მეგობრებს მაინც ვეთყოდი და ვკითხავდი მაგრამ პირველ წყაროდან ვერ გავიგებდი მაგრამ რადგან იყო იმის შანსი რომ პირველ წყაროდანაც შემეძლო პირდაპირ გამეგო ეგ ინფორმაცია ყველანაირი ავდექი და პირდაპირ მას ვკითხე ხო და უცბად ეხა სიმართლე არ უპასუხა იმასაც ანუ არა რა ვიცი რაღაცა ну ისე მოტყუებას არ გავდა მე რამდენად ყოფილი ვიყავი მაგ პასუხით მეორე ხარისხოვანია და მინდოდა თუ არა ეგეთ ადამიანთან ურთიერთობა მაგრამ ყოველ შემთხვევაში კონფრონტაციის არ მომერიდა მაგის თქმა მინდა რომ მე თქვა რომ შენ იმის ანუ ის კი არა რომ შენ ანუ პირდაპირ ეს ვკითხე რომ იმის ქმარი არ ხარ ხო, ეგ ძალიან ისეთი. აბა თქვენ გაგვიზიარეთ რას იზამდით თქვენი მეგობრების რაღაც შეყვარებულები, ცოლები და ქმრები, სადმე რომ გენახათ მეგობრებს ეტყოდით თუ არა. პატარა იმას მოვაყოლებ ამ ეპიზოდს გამოკითხვას, ხო, გაიქნება კი. გავიგოთ ვისი ქონა. ჩამოვახერხე რომ ჩამოვაფორმულირო და არა ისე ჩვენი სვენელები ჩვენერი ჭორიკნები იქნებიან და ეცოდინებან როგორ უპასუხონ არის მე მგონი ყველაფერი ვილაპარაკეთ რისი თქმაც მინდოდა ამოვიღე და დავდე ყველა ნახეთ როგორი vulnerable ვიყავი ყველა ჩემი ცხოვრების ფეილი გაგიზიარეთ ყველაფერი ის რისიც რაც თერაპიაში იყო დასამუშავებელი აქ მოვყევი ცოტა თერაპიაში მეგონი არ მიმშავე ამაზე, იმიტომ რომ აი ამ რაღაც უბრალ ან მეორე ხარისხოვნად ვიმუშავე. ანუ იმ თულების დახმარებით რაც შესწავლილი მქონდა, ამაზე გამოვიყენე და მე მგონი კმაყოფილი ვარ. ჯამში შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის უკეთესი იყო. მე კმაყოფილი ვარ შენით ნაინო და მადლობა. ამითი დავასრულოთ ჩვენი ეს ეპიზოდი. შევხვდებით ევროპაში, მოგწერეთ, დაგვიკომენტარეთ, დაგვალაიქეთ, დაგვიინტერაქციეთ, გვეჭორავეთ. რამე კაი ჭორებით თუ გაქვთ გაგვიზიარეთ. წუნიანი ჭორები თუ გაქვთ. ბარბის კი არ აინტერესებს საჯარო პირებზე, მაგრამ მე მაინტერესებს და გამოუშვით. და არაფერი. მადლობა რომ გვისმენთ და გვეჭორავებით. კარგად. კარგად.